მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს თქვენთან ერთად უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უკავშირდება სამხრივი ალიანსის ისრაელი, კვიპროსი და საბერძნეთი შემდგომ განვითარებას. კერძოდ არის ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომელიც აქტიურად ვრცელდება თურქულ სხვადასხვა ანალიტიკურ სივრცეში, ტელეარხზე და ასე შემდეგ, რომ კიპროსზე უკვე განთავსებული არის, ან იგეგმება განთავსება ისრაელის ჯარის. და ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ სამხრივ შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა დეკემბერში და რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ასევე გავაანალიზეთ ამ არხზე და ბმული იქნება მოცემული. ამავდროულად გუშინ გაიმართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ისრაელის თავდაცვის მინისტრის ათენში, სადაც შეხვდა, ესე იგი, საბერძნეთის დედაქალაქში საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს ნიკოს დენდიას, რომელიც პრინციპში იმით გამოირჩევა ეს შეხვედრაც და თანამშრომლობაც, რომ კონკრეტული შეთანხმებები დაიდო და პრაქტიკულად ხდება ამ რკინის გუმბათის სააერო თავდაცვის სისტემის გაფართოება. ჩვენ დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი და ინფორმაცია მოვამზადეთ თქვენთვის, რომ მოგაწოდოთ კონკრეტიკის სწორედ მეშვეობით ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა გავაანალიზებთ ამ საკითხს, რადგანაც იგივე ისრაელ კაცმა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ეს სერიოზული გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც ცდილობს სიტუაციის არევას გაზაში, სირიაში, ესე იგი, და მთლიანად რეგიონში ახლო აღმოსავლეთის. და ამას თუ ვნახავთ ისრაელურ გამოცემებს, მაგალითად The Times of Israel-მა დაწერა, რომ ისრაელ კაცმა გააფრთხილა თურქეთი. ანუ გასაგები არის საითბიდის ეს ყველაფერი და თურქეთიდან პრინციპში ძალიან აგრესიული ამაზე პასუხია, იმიტომ რომ კონკრეტიკა გაჩნდა კიპროსზე განთავსების ისრაელის არამხოლოდ ჯარის, არამედ მათ შორის საერო თავდაცვის სისტემების. და ამაზე ახლა ჩვენ თქვენთან ერთად დეტალურად ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო ანალიზი გველოდება წინ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ანალიზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით და ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ამ ყველაფრით თქვენ ეხმარებით არხის განვითარებას, მაშასადამე ახალი ანალიზების მომზადებას. გადავიდეთ ახლა უშუალოდ თემაზე და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვამზადე ამ საკითხზე თქვენთვის და უნდა ვთქვათ, რომ კონკრეტულად ესკალაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ამ მომენტისთვის უპრეცედენტო არის იმ კუთხით, რომ საუბარია პირველად ისრაელის ჯარის პრაქტიკულად დაახლოებაზე თურქეთის საზღვართან და ეს ანუ არამხოლოდ თურქეთი უახლოვდება ისრაელს, მათ შორის ჰოლანდიის მაღლობლების მიმართულებით, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად აქტიურად ბევრჯერ ვისაუბრეთ, როდესაც განვიხილავდით კონკრეტულად სირიაში შექმნილ ვითარებას, აჰმედ ალ-შარას, ამ ქმედებებს, ქურთების წინააღმდეგ ბრძოლას და ჰოლანდიის მაღლობლების მიმართულებით მის ძალისხმევას, არამედ ამას ასევე პირდაპირ კავშირი აქვს იმასთან, რომ ისრაელიც უახლოვდება თურქეთს თან როგორ, რა სფეროში და რანაირად ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, მაგალითად, თურქულმა სატელევიზიო არხმა GZT-მ გამოაქვეყნა ასეთი კვლევა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე მოვლენები, ესე იგი, თანამშრომლობის ისრაელს, კვიპროსსა და საბერძნეთს შორის უნდა იყოს განგაშის საფუძველი თურქეთისთვის და ანკარა უნდა მოქმედებდეს მყისიერად. რადგანაც ახლა უკვე საუბარი არ არის მხოლოდ შეიარაღების შეძენაზე, არამედ საუბარია ისრაელის ჯარის განთავსებაზე თურქეთის საზღვრებთან საკმაოდ ახლოს კვიპროსზე. ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ,
სენსაციური განცხადება იქნებოდა პრინციპში, რომ ჩვენ არ ვცოდნოდათ თქვენთან ერთად, რომ ეს შეთანხმება დადებულია, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იმ მომენტისთვის ჯერ გადადგმული არ იყო. გახსოვთ, რომ ანალიზში, რომელიც დეკემბერში ჩავატარეთ, საუბრობდით იმაზე, რომ სამხრივი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გაიმართა იერუსალიმში, ისრაელმა, კვიპროსმა და საბერძნეთმა დადეს კონკრეტული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოყალიბდეს სწრაფი რეაგირების ძალები 2500 სპეცრაზმელის შემადგენლობით. აქედან 1000 სპეცრაზმელი იქნება ისრაელელი და უკვე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად აი ამ 1000 ჯარისკაცის გაგზავნის საკითხი უკვე დღის წესრიგშია და ეს იქნება ისრაელის ფარული გარნიზონი, ასე ვთქვათ, რომელიც წარმოდგენილი იქნება კვიპროსზე. მათი მისია იქნება კვიპროსის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა კვიპროსის აი ამ თავდაცვის შესაძლებლობების კუთხით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე დანარჩენი პარტნიორისთვის, კერძოდ ისრაელისთვის და ასევე რა თქმა უნდა, საუბარია ასევე საბერძნეთისთვის სრულიად გასაგები არის, რომ ყველაზე მოწყვლადი აი ამ თანამშრომლობის კომპონენტში არის სწორედ პრინციპში საბერძნეთის პრაქტიკულად და ისრაელის აი ამ ფორმატში არის სწორედ კვიპროსი. კვიპროსი არის ძალიან პატარა ქვეყანა, ჩვენ ვისაუბრია თქვენთან ერთად, რომ დაახლოებით 3-ჯერ გაზარდა თურქეთმა კვიპროსზე საკუთარი შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია, იცით რომ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი არის ოკუპირებული თურქეთის მიერ ძალიან დიდი 10 წლეულების განმავლობაში და იქ არის ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული კვიპროსის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. სწორედ ამ მიზეზით პრინციპში თურქეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა იქ თავისი ჯარების შემადგენლობა და რეალურად თურქული მედია საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლებელი არის დაახლოებით 30 ესე იგი აი ამ 1000-40,000 ჯარისკაცის მეშვეობით 3 დღის ვადაში მთლიანად კვიპროსის ოკუპაცია. მთლიანად კვიპროსის ოკუპაციის მიზანი უნდა იყოს ისრაელთან ნებისმიერი პოტენციური დაპირისპირების პროცესში აიღოს კონტროლის ქვეშ მთელი ესე იგი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი, რადგანაც ძალიან ხშირად სამხედრო კუთხით შეფასებული არის კვიპროსის კუნძული, როგორც ესე იგი ასეთი ავიამზიდი გარკვეულწილად, რომლის წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ქმედებები განწირულია, ანუ ჩაძირვა მისი შეუძლებელია, იმიტომ რომ კუნძულია და ძალიან სერიოზული სამხედრო სტრატეგიული შესაძლებლობა არის ისრაელ თურქეთს შორის ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში, ან ზოგადად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დომინანტი პოზიციების კონტექსტში. სწორედ ამ მიზნით პრაქტიკულად თურქეთში ძალიან აქტიურად მუშაობდნენ აი ამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კონცეფტის მიმართულებით და ჩვენ პრინციპში ასევე ხედავთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას აქვს ერთი მდგენელი. ძალიან შეწუხებული არიან იმით, რომ მათი დომინანტი პოზიციები რეგიონში იცვლება და ეს ერთი მხრივ გამოწვეულია ფიზიკურად ისრაელის ჯარის იქ ყოფნაზე, მაგრამ ცხადია გასაგებია, რომ 1000 ჯარისკაცი არ წყვეტს ბევრ საკითხს, თუმცა სპეცრაზმელი ისრაელელი 1000-იც კი საკმაოდ სერიოზული შემადგენლობაა. მაგრამ აქ ჩდება კითხვა და რა წყდება რეალურად და მე გეტყვით, რომ ეს 1000 ჯარისკაცი არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი. სინამდვილეში გუშინდელი შეხვედრის ფარგლებში ისრაელის და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებს შორის უზარმაზარი მნიშვნელობის ასევე შეთანხმებები დაიდო. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ანკარას მიმართულებით რისკების შემცირების კუთხით ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი შექმნიან ერთობლივ საჰაერო თავდაცვის სისტემას. პრაქტიკულად საუბარია ისრაელის, ესე იგი, აი ამ რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაფართოებაზე კვიპროსის და საბერძნეთის მიმართულებით. და ამ პროექტს აქვს კონკრეტული
სახელწოდება და ამას ქვია აქილევსის ფარი. რეალურად აქილევსის ფარი არის დაახლოებით 30 მილიარდი ევროს ოდენობის უზარმაზარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ახალი პროგრამა, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში არის გათვლილი და მისი მიზანია ჩამოაყალიბოს საბერძნეთში პრაქტიკულად სრულფასოვანი, მრავალშრიანი, მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. და საბერძნეთი ხდება პრაქტიკულად პირველი ქვეყანა, რომელიც ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის ინტეგრაციას ახორციელებს არა ესე იგი შეერთებულ შტატებთან ან მაგალითად ევროპულ რომელიმე ქვეყანასთან ერთად, არამედ სწორედ ისრაელთან. კერძოდ, აქილევსის ფარი პროგრამის ღირებულება, როგორც გითხარით, 30 მილიარდი ევრო განკუთვნილია ისრაელისგან სხვადასხვა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შეძენაზე, მათ შორის კონკრეტულად ახლო, საშუალო და შორეული მანძილის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შეძენა და განთავსებაზე. და ახლა მე დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. ეს არის Spider წარმოების ახლო დიაპაზონის მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ძირითადად გათვლილია დრონების, ანუ უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ მუშაობაზე და მისი მიმართულება იქნება აქილევსის ფარის ყველაზე დაბალი დონის, ანუ სიმაღლის საფრთხეების, საჰაერო საფრთხეების პრევენცია და მოგვარება. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ბარაკ MX საშუალო დიაპაზონის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას და განთავსებას, რომლებსაც გააჩნიათ ასევე უზარმაზარი მნიშვნელობა და ბარაკ MX-ი პრინციპში ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონკრეტულად საშუალო მანძილზე თავდაცვა საბერძნეთის და კვიპროსის ასევე, იმიტომ რომ კვიპროსიც იგეგმება როგორც ჩანს ბარაკ MX-ის განთავსება. არამედ მათ შორის იქ იქნება განთავსებული კონკრეტულად რადარები. ბარაკ MX-ის რადარები არის საკვანძო მნიშვნელობის მქონე. რეალურად იგეგმება ამ რადარების განთავსება კვიპროსზე და სხვა კუნძულებზე საბერძნეთში უკვე და ამის მეშვეობით პრაქტიკულად ისრაელი მიიღებს შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდეს თურქეთის ავიაციის და სამხედრო გემების მოქმედებას მთელი ესე იგი აი ამ პლაცდარმის მიმართულებით, ანუ რაც გულისხმობს მთლიანად რომ ვთქვათ აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის მიმართულებით ყველა აი ამ მდგენელს, რაც წარმოუდგენელი მასშტაბის რეალურად შესაძლებლობა იქნება კონკრეტულად ისრაელისთვის, რადგანაც მას მისცემს საშუალებას ეფექტური კონტროლის აი ამ სამხედრო პლაცდარმის. გარდა ამისა, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტიპის ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემის ჯერ რომელიც ბოლომდე ჩვენ არ გვინახავს საქმეში, მაგრამ ისრაელული წარმოება და ის შემოწმება, რომელიც დაგეგმილია ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კონკრეტულად მეტყველებს და ვიცით მის მაღალ ეფექტურობაზე, ეს არის დავითის შურდული საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის რეალურად მოქმედების დიაპაზონი არის საკმაოდ შორეული და ეს არის ანტისარაკეტო, ესე იგი ჭურვების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც მიზანი უნდა იყოს მთლიანად ჩაანაცვლოს საბერძნეთის ამ მომენტისთვის არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, ეს არის S-300 რუსული ტიპის წარმოების. უნდა გითხრათ, რომ ბარაკ MX-ის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული კონკრეტული ფაქტორი, კერძოდ ბარაკ MX-ი მისი წარმოება ნაწილობრივ მოხდება საბერძნეთში. ანუ საბერძნეთი და კვიპროსი და ისრაელი თანხმდებიან რეალურად იმაზე, რომ ისრაელი გარკვეულწილად თავის ტექნოლოგიებს გადასცემს, ასე ვთქვათ, რეალურად საბერძნეთისთვის და საბერძნეთი დაიწყებს ამის წარმოებას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საბერძნეთში წარმოების დაწყება და ეტაპობრივად ამ წარმოების გაზრდა და მთელი აი ამ მიმართულებებით საერო ისრაელული რაკეტების და შესაძლებლობების განვითარება ნიშნავს იმას, რომ საბერძნეთი და ისრაელი სულ სხვა დონის მოკავშირეობაზე გადადიან და საბერძნეთში წარმოებული რაკეტები ადგილობრივ საჭიროებებს დააკმაყოფილებს, ანუ ტვირთი არ იქნება ისრაელისთვის, მაგრამ ამავდროულად პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მომარაგების მიმართულებაც გახდეს საბერძნეთი მისი აი ამ წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, საუბარია პულს სისტემების, არტილერიის კონკრეტულად მიყიდვაზე, მათ შორის საბერძნეთისთვის და ეს პულსის დარტყმითი ესეთი არტილერიის სისტემები გათვლილია 300 კილომეტრზე და სულ მცირე 36 ასეთი დანადგარი იქნება გაყიდული საბერძნეთისთვის დაახლოებით 650 მილიონი ევროს ოდენობის. აქვე საუბარია იმაზე, რომ საბერძნეთი ამავე პაკეტის ფარგლებში აპირებს რადიოელექტრონული და კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების შეძენას, ასევე 36 F-35-ების შეძენას და ფრანგული ფრეგატების ასევე სამხედრო ნავების შეძენას, რაც რეალურად გახდის საბერძნეთის ჯარს დაახლოებით 5-10 წლის პერსპექტივაში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ ჯარად. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის ასევე კონკრეტულ შესაძლებლობებთან, რომელიც აი ამ დღეების განმავლობაში განიხილება. კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის მინისტრის ჩვენ ვხედავთ ასევე კონკრეტულ ახალ შეთანხმებებს და ახლა მე გაგაცნობთ ასევე აი ამ შეთანხმებებს. კერძოდ, ეს გულისხმობს იმას, რომ მხარეები თანხმდებიან ერთობლივი დრონების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის და სისტემების შექმნის თაობაზე. მათ შორის ისრაელი თავის გამოცდილებას და ტექნოლოგიებს გაუზიარებს საბერძნეთს დრონების წინააღმდეგ, როგორც ჰაერში, ასევე წყალზე და წყლის ქვეშ არსებული დრონების, ეს არის ცხადია თურქული წარმოების დღესავით ნათელია წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება ერთობლივი შესაძლებლობები, სავარაუდოდ შეიძლება ერთობლივი ცენტრიც ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი კიბერუსაფრთხოებაზე. კერძოდ ისრაელი იღებს ვალდებულებას, რომ დაეხმარება საბერძნეთს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს და ამავდროულად ჩამოყალიბდება ერთობლივი წვრთნების ცენტრი. ეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი იქნება გათვლილი ისრაელის მიერ საკუთარი უზარმაზარი და წარმოუდგენელი გამოცდილების გაზიარება საბერძნეთის მხარისთვის, კონკრეტულად F-35-ების მართვის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ისრაელი არის დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სრული უფლება შეერთებული შტატებისგან, რომ მოდიფიცირება მოახდინოს ისრაელის ტექნოლოგიების ადაპტირებით F-35-ების და საერთოდ ისრაელი ერთადერთია, რომელიც სტანდარტული ვარიანტის ნაცვლად იყენებს F-35I, ანუ ისრაელ მოდიფიცირებას. ამ მოდიფიცირების ფარგლებში არის გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგიები ჩართული F-35-ში და ასევე არის ჩართული გამოცდილება, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებს გააჩნიათ ამ მიმართულებით. შესაბამისად, მოხდება აი ამ გამოცდილების გაზიარება საბერძნეთისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საბერძნეთის პოტენციურ შესაძლებლობებს F-35-ების მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ F-35-ების პროგრამა ამ მომენტში თურქეთი გარიცხულია ამ პროგრამიდან და პრაქტიკულად არ მონაწილეობს მასში და შესაბამისად ძირითადი დატვირთვა სწორედ მოხდა საბერძნეთის მიმართულებით, ანუ რეგიონალური მოკავშირის კუთხით. შესაბამისად, თურქეთი ძალიან შეწუხებული არის იმ ფაქტით, რომ ასეთი დისბალანსი საბერძნეთსა და
თურქეთს შორის იზრდება და ახლა როდესაც საუბარია გამოცდილების გაზიარებაზეც ებრაული გამოცდილების ამ კუთხით პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს გახდის საბერძნეთის საერო ძალებს პოტენციურად ისრაელის მერე შეიძლება მეორე ან მესამე ყველაზე შეძლებულ საჰაერო ძალებად მთელ ევროპის კონტინენტზე და ეს უზარმაზარი გარღვევა იქნება, რა თქმა უნდა, საბერძნეთისთვის საკუთარი თავდაცვის უნარიანობის მიმართულებით. და ასევე უზარმაზარი წინსვლა არის ერთობლივი სამხედრო წარმოება, ანუ პრაქტიკულად საუბარია, რომ საბერძნეთი ნელ-ნელა ხდება თავად მწარმოებელი ებრაული იარაღის, რაც პოტენციურად უზარმაზარი ასევე შესაძლებლობების მომცემი იქნება. ეს აქილევსის ფარი პროგრამა, რომელზეც მე ვისაუბრე, არის რეალურად ნაწილი აი ამ ფართო თანამშრომლობის ისრაელთან და დაახლოებით გათვლილი არის ამ კუთხით გადაიარაღებაზე საბერძნეთის 30 მილიარდი ევრო 2036 წლამდე და აქედან სულ მცირე 3 მილიარდი ევრო იქნება მიმართული აქილევსის ფარის პროგრამის მიმართულებით და საერო თავდაცვის კომპონენტების მიმართულებით. გარდა ამისა, ამ კონკრეტულად დეკემბერში სამიტზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ადრე, შეთანხმებულია ახალი საერთაშორისო ლოგისტიკური სატრანზიტო გზის ჩამოყალიბება, როგორიც არის IMEC-ი და ეს გულისხმობს ინდოეთიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით შემდეგ უკვე ისრაელის გავლით კვიპროსის, საბერძნეთის, ევროპის მიმართულებით ასეთი ლოგისტიკური მარშრუტის ჩამოყალიბება. ეს მარშრუტი თავისი არსით გულისხმობს როგორც ინტერნეტის კაბელებს, ასევე გულისხმობს მათ შორის ნავთობსადენს, გაზსადენს, ესე იგი, ასევე ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს და ძირითადად იქნება ისრაელი, კიპროსი, საბერძნეთი აი ამ წყლის ქვეშ არსებული შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ პრაქტიკულად პრიორიტეტული იქნება მხარეებისთვის, რომ აი ამ კორიდორის ჩამოყალიბების მიზნით შექმნან უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დაიცავს აი ამ სტრატეგიულ კომუნიკაციებს. ამ მიზნებისთვის იგეგმება 2026 წელს სამმხრივი პირველი კომბინირებული ესე იგი სწავლებების სამხედრო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასევე სპეციალური დანაყოფები, სპეცრაზმი და სტრატეგიული კონსულტაციებიც იქნება ამ ნაწილში. და სწორედ ამის ფარგლებში აი 2500 ადამიანისგან შემდგარი სპეცრაზმის სწრაფი რეაგირების ძალები ჩამოყალიბდება და მათი მუდმივი განლაგების ადგილი, როგორც ჩანს, იქნება სწორედ კვიპროსი. ამის მიმართულებით პრინციპში განგაში არის გარკვეულწილად თურქულ მედია და ანალიტიკურ ველში. კერძოდ, როგორც გითხარით, თურქეთის ტელეარხები ამის შესახებ ამზადებენ სერიოზულ ანალიტიკურ მასალებს და მათ შორის ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთში შეწუხებული არიან რამდენიმე კონკრეტული საკითხით. პირველი, თურქეთს გააჩნია საკუთარი, ესე იგი, კონცეფცია, რომელსაც ქვია მავი ვატანი, ცისფერი სამშობლო და ეს გულისხმობს ზღვაში, შავი ზღვა, ესე იგი და ეგეოსის ზღვა და აღმოსავლეთ ხმელთაშურის ზღვა, ამ მიმართულებით თურქეთის დომინაციის უზრუნველყოფა და რეალურად ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეფერხდება და ხელი შეშლა მოხდება მისთვის, თუ პრაქტიკულად აღმოჩნდება, რომ განთავსდება ებრაული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც ასევე გათვლილია ნაწილობრივ, იცით რომ ნავების წინააღმდეგაც, ანუ გემებზეც, სამხედრო გემებზეც არის გათვლილი და ჩვენ თქვენთან ერთად პრაქტიკულად ვიხილავთ ისრაელი, კვიპროსი, საბერძნეთი აი ამ ხაზის ესეთი ღერძის შექმნა, რომელიც მავი ვატანისთვის იქნება უზარმაზარი პრობლემა და ამას უკვე ანკარაში მნიშვნელოვანი ანალიტიკოსები ამას აფასებენ. ეს შექმნის პრობლემებს ფლოტისთვის თურქული, რომელსაც შეეზღუდება თავისუფლად იქ მოძრაობის შესაძლებლობა, ეს შექმნის მნიშვნელოვან პრობლემებს თურქული ავიაციის და დრონებისთვის იქ მოქმედების და შესაბამისად
წარმოუდგენელი სირთულე შეიქმნება თურქეთისთვის, რომელიც ამ მომენტში არ არსებობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სამივე მხარე გეგმავს სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებს, ასე ვთქვათ, და ჰუმანიტარულ წვრთნებს, რომლის მიზანია ერთობლივი თავდაცვა, ერთიანი თავდასხმის, ანუ კონცენტრირებული თავდასხმის შემთხვევაში, თუ იქნება მასიური დრონების თავდასხმა რომელიმე წევრზე აი ამ სამხრივი შეთანხმების ალიანსის, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობთ, და მაღალ ტექნოლოგიური ომი თუ იქნება წარმოებული. ანუ პრაქტიკულად მხარეები სულაც არ მალავენ, რომ აქვთ კონკრეტული გეგმა და წვრთნები უნდა ჩაატარონ თურქეთისგან საფრთხეების მინიმალიზაციის და მათი პრევენციის ან მათზე რეაგირების მიმართულებით. ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგულისხმო არის ასევე თურქეთის სხვადასხვა წყაროს ინფორმაცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ანკარაში ხედავენ, რომ ეს პროექტები საფრთხეა როგორც სამხედრო კუთხით, ასევე საჰაერო თავდაცვის რადარების განთავსების კუთხით კონკრეტულად. კერძოდ იგულისხმება ის, რომ თუ კვიპროსზე მაგალითად განთავსდება ბარაკ MX-ის ნაირსახეობის რადარები, პრაქტიკულად მთელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა აღმოჩნდება ისრაელის სრული მხედველობის ქვეშ. ამიტომ თურქეთი ძალიან შეწუხებული არის ამით და რეალურად ხედავს, რომ კვიპროსი შეიძლება გახდეს შემდეგი კერა დაპირისპირების, სადაც ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთია, სამხრეთ ნაწილში ნელ-ნელა კი ისრაელი ფართოვდება. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ დრონების მიმართულებით ძალიან ბუნებრივია ეს შეწუხება, განსაკუთრებით კვიპროსის და საბერძნეთის, რადგანაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში თქვენთან ერთად აქტიურად ვაკვირდებით უპილოტო საფრენი აპარატების როლის მნიშვნელოვან ზრდას ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. ეს მოხდა როგორც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დროს 2020 წელს, სირიაში კონფლიქტის დროს, ლიბიაში კონფლიქტის დროს, ასევე ამას ვხედავთ უკრაინაში კონფლიქტის ფარგლებში ძალიან სერიოზულად და ასევე ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ მაგალითად ირანი, როცა ბომბავდა ისრაელს, ბევრი დრონი ასევე გაუშვა მიმართულებით. ეს ყველაფერი მიმართულია როგორც სხვადასხვა სამიზნეების, ესე იგი, კონკრეტულად მიზანში აყვანის და განადგურების მიმართულებით, ასევე ზოგადად საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვის მიმართულებაც რჩება ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპში თურქეთი აქტიურად ავითარებს, ჩვენ ვიცით, ბაირაქტარის ტიპის სხვადასხვა დრონს, რაც უშუალო საფრთხეა, მათ შორის მაგალითად ეს არის ყიზილ-ელმას დრონი, ეს არის ასევე აკინჩის დრონი, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები ახალი, თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ასევე, რომ თურქეთის წარმოება სერიოზულად ასევე, ესე იგი, რაკეტების მიმართულებით, ანუ შორეული ჭურვების მიმართულებითაც ვითარდება და ასეთი მაგალითი არის ატმაკა და ტაიფუნის ნაირსახეობის შორეული რაკეტების სისტემები და აქ უნდა აღვნიშნოთ თქვენთან ერთად, რომ თურქეთს მედიაში ჰქონდა პირდაპირი მუხარები, რომ ტაიფუნმა შეიძლება მიაღწიოს ათენს და დაარტყას საბერძნეთის დედაქალაქს. და ახლა პრაქტიკულად საბერძნეთის ქმედებები შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმართულია მათ შორის იმისკენ, რომ გამორიცხოს ეს და რეალურად ებრაულ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს დიდი ალბათობით არ შეექმნება პრობლემა, რომ ტაიფუნის წინააღმდეგ ეფექტურად იმოქმედონ. თურქეთში ამას კონკრეტულად, აი მაგალითად თურქულ სხვადასხვა მედია წყაროებში, რასაც ვუყურებ, ამას რეალურად აფასებენ როგორც ისრაელის მიერ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის რკინის გუმბათის გაფართოება რეგიონზე და დაახლოება თურქეთის საზღვართან და ამ კონტექსტში უყურებენ, რომ ეს ყველაფერი ისრაელის ინტერესებს ემსახურება პირველ რიგში და კონკრეტულად საუბრობენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ღიად არის თურქეთის წინააღმდეგ მიმართული.
ერთ-ერთი მაგალითი, მაგალითად, თურქეთის ყოფილი დიპლომატი გიულურუ გეზელი აცხადებს, რომ ამის განხორციელება წესით და რიგით უნდა მოიცავდეს თურქეთსაც, თუ ეს არ არის თურქეთის წინააღმდეგ მიმართული. და აქ ის ფაქტი, რომ თურქეთი აქ არანაირად არ არის ჩართული, ბუნებრივად ნიშნავს, რომ ეს არ არის კონცეფტი ნატო რომელიღაც ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისრაელი არ არის ნატოში, საბერძნეთი არის ნატოში და თურქეთიც არის ნატოში და გამოდის, რომ ნატოს ერთი წევრი, ნატოს მეორე წევრის მიმართულებით არის ძირითადად აქ, ესე იგი, საფრთხეებს ხედავს. და ჩვენ პრინციპში წელს უკვე ხედავთ, რომ იქნება სერიოზული თანამშრომლობა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საერო თავდაცვის სისტემები ჩამოყალიბება, წარმოება და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წვრთნების გამართვა მოსალოდნელია, როგორც გითხარით, წელს და ეს რეალურად ნიშნავს, რომ ნატოს შიგნითაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის უთანხმოების ხარისხი ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდება. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო და ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენთან ერთად დაკვირვებას და ანალიზს. კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ანალიზი და დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.